წიგნის მიმოხილვა პრაქტიკული წინადადებებით, რეკომენდაციებით უფრო, suggestions. ამ წიგნის დაწერა მოიცავდა ღრმა სამუშაოს, როგორც სამედიცინო, აგრეთვე დენტალურ ლიტერატურაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრების მოძიებას, რომელიც მეხმარებოდა აი ამ მნიშვნელოვან გზავნილებში და დასკვნებში ამ წიგნის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს პასუხებს ჯანდაცვის მიმართულებით შეკითხვებზე, მაგრამ არ არის მზად იმისთვის, რომ გადაამუშავოს ეს მეცნიერული მონაცემები, მრავალი მეცნიერული მონაცემი, რომელიც ეხება სამედიცინო და დენტალურ პათოფიზიოლოგიას, ეს თავი მიეკუთვნება მათ. და აგრეთვე იმ ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ვისაც უნდა რომ გაიაზროს რა მიზნით იქნა ესე თუ ის დასკვნა დადებული, მეცნიერული დასკვნა, მათ თავაზობთ ამ თერაპიულ რეკომენდაციებს. და ამ აპენდიქსში, ამ ჩამონათვალში იქნება ეს მაქსიმალურად მოწოდებული. ესე იგი, ზოგადი მიმოხილვა შემდეგ მისცემს მკითხველებს მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომელიც იქნა გამოყენებული ამ წიგნში. აგრეთვე იმ უშუალო რჩევებთან ერთად, რომელიც გამოყენებად შეიძლება თქვენ პირად სწრაფვაში ჯანმრთელობის მისაღწევად. ესე იგი, მნიშვნელოვანი საბაზისო ჯანმრთელობა დაავადებების ფაქტები. ამ ჯანმრთელობა დაავადებების ფაქტები. ძირითადი მიზეზი და ყველა დაავადების არის მზარდი ოქსიდაცია, ბიომოლეკულარული მზარდი ოქსიდაცია თქვენს სხეულში. ანუ ეს პირველი, მეორე, მნიშვნელოვანი ბიომოლეკულები მოიცავს ენზაიმებს, პროტეინებს, შაქრებს, ლიპიდებს და ნუკლეურ მჟავებს, nucleic acids. როცა რაღაცა ოქსიდირდება, ის კარგავს ელექტრონებს, როგორც მაგალითად ჟანგმოკიდებული რკინა. ოქსიდაცია ბიომოლეკულების აქვეითებს მის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ან
ან შეიძლება გახდეს, ან შეიძლება ის გახადოს სრულიად უფუნქციო. ოქსიდიზირებული ბიომოლეკულები შეიძლება იქნას აღდგენილი თავის ნორმალურ ფუნქციონირებაში by the process of reduction, ანუ შემცირების პროცესით. ჩხილებში აქვს ჩასმული, ანუ მიიღება ელექტრონების ანტიოქსიდანტებისგან. და ანტიოქსიდანტი არის ყველაზე მძლავრი და ეფექტური ანტიტოქსინი. იმიტომ რომ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც ისახება ელექტრონების დონაციაში ოქსიდირებულ ბიომოლეკულებისთვის. და აგრეთვე ელექტრონ დაცლილ ტოქსინებს. დონაცია ამ ელექტრონების to toxins blocks the ტოქსინებისთვის ბლოკავს მათ უნარს ტოქსიკური დაზიანების მიღწევაში. ხარისხი თუ რამდენად არის ოქსიდირებული ბიომოლეკულები და სად არიან განლაგებული, განსაზღვრავს რა დაავადებამ შეიძლება გამოავლინოს თავის თავი, ან რა სიმძლავრით შეიძლება გამოვლინდეს. ყველა ტოქსინი ან შხამი აყენებს თავიანთ ზიანს სხეულზე. იმ ხარისხიდან გამომდინარე, ანუ რამდენად აზიანებს, რამდენად ანხორციელებს ოქსიდაციას აი ამ მნიშვნელოვანი ბიომოლეკულების. მაქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზიანი ადგება სხეულს. როცა ბიომოლეკულები when the biomolecules are immediately critical to the vital metabolism of cells, ან როცა ეს ბიომოლეკულები არის უშუალოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი უჯრედების მეტაბოლიზმისთვის, მაგალითად ტოქსინი, როგორც არის ციონიდი, ციონიდმა შეიძლება ძალიან სწრაფად მოკლას ადამიანი. და როცა ბიომოლეკულები ნაკლებად ატარებენ ფიზიოლოგიკურ მნიშვნელობას და არიან მიზანში ოქსიდაციის მიზანში აღებულები, მაგ შემთხვევაში სიმპტომატიკა და თავისი ქრონიკული დაავადებებით შეიძლება ვითარდებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ანუ ვითარდებოდეს ნელა. ესე იგი ამბობს, რომ ანუ მნიშვნელოვანი არის რა მნიშვნელობას ატარებენ ეს ბიომოლეკულები, რომელიც არის შეტევის ქვეშ, ამ ოქსიდაციური სტრესის შეტევის ქვეშ. თუ არის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომელსაც არ ვიცი, ეს ციონიდი ზუსტად იმას იღებს მიზანში, იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიომოლეკულებს ანადგურებს. ოკეი, შემდეგი, ანუ მძლავრი წყარო The greatest source of potent toxins come from areas of focal infection. ანუ ყველაზე მძლავრი წყარო ამ ძლიერი ტოქსინების გამომდინარეობს კეროვანი ანთებითი პროცესებიდან, უბნებიდან, from areas of focal infection. ანუ კეროვანი ინფექციის უბნებიდან მომდინარეობს. და როგორც წესი გაუარესებულია ჟანგბად მოკლებული ლოკალური გარემოთი, როგორიც არის მაგალითად ინფიცირებული კბილები. და რაც უფრო მეტად ეს კეროვანი ინფექციები რჩება გადაუჭრელ მდგომარეობაში, ტოქსინები გამუდმებით 24 საათი 7 დღის განმავლობაში ქმნიან ტოქსიკურ გარემოს, რომლის გავლენის ქვეშაც მზარდ გავლენის ქვეშ იმყოფება სრული სხეული. ანუ უფრო მეტი ბიომოლეკულა ხდება ოქსიდირებული და რჩება მაგ მდგომარეობაში. ყველა ქრონიკული დაავადება ყველა ქრონიკულ დაავადებას აქვს გაზრდილი ოქსიდაციური სტრესი. უჯრედ შიდა გავლენის ქვეშ უჯრედებში და ყველა ონკოლოგიური უჯრედს აქვს უფრო გაზრდილი, მზარდი უჯრედ შიდა ოქსიდაციური სტრესი. ვიდრე არა აფთვისებიან დაავადებების მქონე უჯრედებს. მე მგონი გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ კეროვანი ინფექციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ტოქსინების და მზარდი ოქსიდაციური სტრესის სხეულში, აგრეთვე სხვა ტოქსინები შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პაციენტისთვის. მაგალითად,
ზემოქმედება, ტოქსიკური ზემოქმედება, ბუნებისგან წამოსული ტოქსიკური ზემოქმედება, ეს არის წყალი, ჰაერი, საკვები. შეიძლება იქნას შემცირებული, განსაკუთრებული დოზებით. ანუ გულისხმობს იმას, რომ აღმოფხრილი შეიძლება იქნას, ხო? თუ არის დიაგნოსტიკა გაკეთებული, რომ ის გამომდინარეობს, ეს ტოქსიკური ზემოქმედება მომდინარეობს გარედან, ჰაერიდან, საკვებიდან ან წყლიდან. აგრეთვე ტოქსიკური დანამატები ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის. ყველაზე ცნობილი მნიშვნელოვანი ტოქსიკური დანამატები არის კალციუმი, რკინა და სპილენძი, რაც არასოდეს არ უნდა იქნას მიღებულიო. ერთადერთი გამონაკლისი ეს არის დანამატი რკინის, ანუ რკინის დეფიციტის დროს, ანემიის დროს. და მხოლოდ იმ დროისთვის, რა დროისთვისაც საჭირო იქნება აღდგენა ან წითელი ბურთულების, ხო? ნორმაში მოყვანა, ანალიზის ნორმაში მოყვანა. Red blood cells. გამდიდრებული, განაყოფიერებული საკვები აგრეთვე უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და მორიდების საგანი. რადგან ისინი შეიძლება გახდეს მუდმივი ტოქსიკური წყარო რკინის დანამატების. Iron supplements, იმიტომ რომ აქ საუბრობს თუ მანამდე საუბრობს ახსენა რომ საკვებში არის ხშირად დანამატი რკინა. და ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება გახდეს სხეულში მზარდი ოქსიდაციური სტრესის მაჩვენებელი. აი ამ რკინის დაგროვების და გამო. ასეთმა საკვებმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ეგრეთ წოდებული leaky gut, ეს არის სტომაკის გასტროენტეროლოგიური დაავადებები. და მან შეიძლება განავითაროს და ხელი შეუწყოს შენარჩუნებაში სხვადასხვა ნაირსახეობის საკვების ალერგიების, როგორიც არის მაგალითად არაქისის მიმართ, გლუტენის მიმართ და კიდე სხვა აუტოიმუნური დაავადებები. Pathogens in infection on areas of pathogen overgrowth. პათოგენები ინფექციებში ან არეებში პათოგენური ჭარბი ზრდის შეიძლება არის უпростоრად მნიშვნელოვანი წყარო ძლიერი ტოქსინების და გაზრდილი ოქსიდაციური სტრესის სხეულში. ყველაზე მნიშვნელოვანი კეროვანი ინფექციები იწვევენ ყველაზე მეტ ქრონიკულ დაავადებას, განსაკუთრებით გულის დაავადებები და ონკოლოგია. და ესენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი
ფოკალური ინფექციები არის ინფიცირებული კბილები, ინფიცირებული ღრძილები და ინფიცირებული ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც ამაგრებს კბილებს და აგრეთვე ქსოვილი, ძვლოვანი და რბილი ქსოვილი. შემდეგი ეს არის კავიტაციები, ყბის ძვლის, ინფიცირებული დენტალური იმპლანტები, ინფიცირებული ტონსილები, ინფიცირებული სინუსები, ჰაიმორები და სხვა რბილი ქსოვილის ინფიცირება თავის და კისრის არეში. და ნაკლებად სტატისტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი ესეთი ფოკალური ინფექციები შეიძლება იქნას ნაპოვნი სხვა ადგილებში სხეულის, არა მხოლოდ და არა პირის ღრუში. და აქ სხვადასხვა სახის ვიზუალიზაციის გამოკვლევები შეიძლება იქნას ჩატარებული იმ შემთხვევაში თუ არის მიმდინარე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებები და არ არის არანაირი მტკიცებულებები პირის ღრუს ფოკალური ინფექციების, რომელიც იმ შემთხვევაში თუ არ იქნა ნაპოვნი პირის ღრუს ფოკალური ეს კეროვანი ინფექციები, მაგ შემთხვევაში უკვე იწყება დამატებითი კვლევები, ხო? სხეულის მხრივ. ნეგატიური სისტემური ზემოქმედება ფოკალური ინფექციების შეიძლება იქნას დიდწილად შემცირებული და აგრეთვე ხშირ შემთხვევაში საერთოდ გაუქმდეს ჰორმონალური დონის შენარჩუნების შემთხვევაში. ანუ ჰორმონალურ დონეში იგულისხმება ექსტრაგენი, ტესტოსტერონის დონე და აგრეთვე ფარისებული ჯირკვლის სტატუსი. ანუ ამ შემთხვევაში თუ ეს დონე არის ნორმაში, მანამდეც აქვს ნახსენები, ორგანიზმს აქვს დიდი მხარდაჭერა აი ამ კეროვანი ინფექციების უგულებულობაში და კონტროლში. ესე იგი, ეს ტესტოსტერონი, მამაკაცებისთვის ესტროგენი, ქალებისთვის ჩანაცვლებითი თერაპია აი ამ ჰორმონების არასოდეს არ უნდა იყოს გამიზნული should never have a target level or more than ანუ მიზნად არასოდეს არ უნდა ისახავდეს ნორმის ზემოთ ასვლას. ანუ მაქსიმუმ ან ნორმის დაბალ მაჩვენებელზე ამის დასტაბილიზირების მიზნით უნდა იქნას მიღებული, ან ნორმის საშუალო მაჩვენებელზე. გამონაკლისი არის მხოლოდ ახალგაზრდებში. ბიოიდენტიკური ჩანაცვლებითი ჰორმონ თერაპია არის რეკომენდირებულიო. იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი არისო. არ ვიცი, bioidentical hormone replacement. და რაც შეეხება ესე იგი ტიროიდს
ანუ ფარისებულ ჯირკვალს შიტავითკას მისი ჩანაცვლება უნდა იქნას დაფუძნებული აი ამ რევერსულ მაჩვენებელზე T3 რევერსული T3-ს შორის. და არა მხოლოდ ის ტრადიციული ფარისებული ჯირკვლის ტესტებზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს განსხვავება აი ამ T3-ის და რევერსული T3-ის შორის ჩვენ გვაჩვენებს უჯრედში და სტატუსს ამ ფარისებული ჯირკვლის ანალიზის უჯრედში და სტატუსს. და არა მხოლოდ თვითონ ფარისებული ჯირკვლის მხოლოდ მის სტატუსს, ანუ მის მხოლოდ მის ფუნქციონალურ სტატუსს გვიჩვენებს, არამედ უჯრედში და მდგომარეობასაც გვიჩვენებს სხეულში. თუნდაც შეიძლება ეს ფარისებული ჯირკვალი ფუნქციონირებდეს ნორმალურად, მეტაბოლიზმი ამ T3-ის უჯრედში და მეტაბოლიზმი მთელ სხეულში ეს განსაზღვრავს რამდენად ადამიანს გააჩნია ეს კლინიკურად ნორმა ამ ჰიპოთიროიდული სტატუსის. ანუ ტიროიდის ეს ფარისებული ჯირკვლის ჩანაცვლება აგრეთვე უნდა მოიცავდეს T3 Thyroid should include T3 as T4 is often not effectively converted to T3 inside the cells. რას ამბობს აქ? Thyroid replacement should be included. უნდა მოიცავდეს T3-ს, რადგან T4 ხშირად არ არის ეფექტურ კონვერტაციას არ აკეთებს T3-ის უჯრედში და კონვერტაციას T4 ხშირად არ არის ეფექტური უჯრედში და კონვერტაციაში, T3-ის უჯრედში და კონვერტაციაში. რადგან T3 არის ის აქტიური ფორმა აი ამ ფარისებული ჰორმონის, გამომდინარე აქედან ხშირად ძალიან ნაკლები გავლენა გააჩნია, ნაკლებად კლინიკური გავლენა გააჩნია, გავლენა გამომდინარეობს T4-ის ადმინისტრაციის დროს, ან გამოყენების დროს რა. რადგან T4-დან T3-ში კონვერსიონი, ანუ გარდაქმნა არ პროცედურულად is not proceeding normally. ნორმალურად არ ვითარდებაო ინტრა უჯრედში დაში. და ესე იგი T3-დან რევერსულ T3-ში გარდაქმნის დონე
უნდა იყოს როგორც მინიმუმი 18 1-თან, ან უფრო მაღალი. ეს ფარისებული ჯირკვლის თემა არ ვიცი რამდენად გასაგებად გადავთარგმნე ფაქტიურად რასაც აქ საუბრობს რაც აზრი რომ გამოვიტანოთ ეს არის რომ პირველ რიგში რეკომენდაციას გვაძლევს რომ არა მხოლოდ თვითონ ჯირკვლის ფუნქცია გადავამოწმოთ რა როგორ ფუნქციონირებს ხო პირველად შეიძლება ფუნქციონირებას ამოწმებენ ხო ფარისებული ჯირკვლის თუ ნორმაშია იმის იქით აღარ მიდის გამოკვლევები და ამ შემთხვევაში ის ამბობს რომ სისხლით იღებენ ხო ამას სხვა რა გზა უნდა კონდეს იმიტომ რომ უჯრედის შიდაზე საუბრობს ანუ T3 რივერსული T3-ის შორის ratio როგორ არის ქართულად განსხვავება ხო იმიტომ რომ აქ ამბობს ეს განსხვავება უნდა იყოს როგორც მინიმუმიო 18 1-თანო ან უფრო მაღალი T3 რივერსული T3 обратный უკუ მოქმედი T3 და მე აი აქ უკვე ჩანაცვლებაში ტიროიდის ჩანაცვლებაში ანუ ფარისებულის ჩანაცვლებაში ჩანაცვლება უნდა მოიცავდესო include მოიცავდეს T3-ს რადგან T4 ხშირად არ არისო შესაბამისად ეფექტურად არ კონვერტირდება T3-ში უჯრედის შიდა მოქმედების დროს და რადგან T3 არის აქტიური ფორმა ფარისებული ჰორმონის აქედან გამომდინარეო ხშირად კლინიკური გავლენა T4-ის მიღების ადმინისტრირების რა გამოყენების გამოყენებას აქვს ნაკლებად მნიშვნელობა რადგან T4-დან T3-ში გარდაქმნა conversion უჯრედში და ფუნქციაში არ მიმდინარეობს ნორმალურადო და თავიდან დაიწყო ამ ტიროიდის ანუ ფარისებული ჯირკვლის ესე იგი ჩანაცვლებითი thyroid replacement ჩანაცვლებითი თერაპია უნდა იყოს ბაზირებული ანუ უნდა ეყრდნობოდეს აი ამ განსხვავებას T3-სა და რევერსულ T3-ს შორის და ბოლოს უკვე ესე იგი უნდა როგორც მინიმუმი უნდა იყოს 18 1-თან ან უფრო მაღალი
ეს რაც შეეხება იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს ფარისებული ჯირკვლის ანუ ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი საბაზისო ჯანმრთელობა დაავადების ფაქტები და რა თქმა უნდა მანამდეც იქნა საუბრები და აქაც ამაზე აკეთებს ხო მნიშვნელობას ოქსიდაციური სტრესი ბიომოლეკულების რომელიც არის ძირითადი მიზეზი ნებისმიერი დაავადების და მნიშვნელოვანი ბიომოლეკულები მოიცავს ენზაიმებს, პროტეინებს, შაქრებს, ლიპიდებს და ნუკლეურ მჟავებს, nucleic acids. და მერე პარალელს აკეთებს ესე იგი რკინის ჟანგის მოდებაზე რკინაზე. იგივე პროცესი ოქსიდაციის. აკისლენია რუსულად. რომელიც აქვეითებს ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციას აი ამ ან საერთოდ ტოვებს არაფუნქციონალურ მდგომარეობაში ბიომოლეკულებს და ბიომოლეკულებია ეს ენზაიმები, პროტეინები, შაქრები, ლიპიდები და nucleic acids მჟავები შემდეგ ეხება აი ამ ანტიოქსიდანტებს და ანტიტოქსინებს, რადგან მაგათ აქვთ თვისება ელექტრონების დონაციის. ანუ მიცემის რა. და როცა ეს მიმდინარეობს, ეს დონაციის პროცესის დროს, ანუ ტოქსინები იბლოკება. ეს პროცესი, დონაციის პროცესი ბლოკავს ტოქსინების უნარს. ტოქსიკური დაზიანების მიყენების უნარს რა. და მერე უკვე ხარისხი, ხო? რამდენად არის შენი ბიომოლეკულები ოქსიდირებული და სად არის განლაგებული განსაზღვრავს უკვე დაავადებებს რა დაავადება თავს იჩენს დაავადების გამოვლინებას რომელი დაავადება იჩენს თავს და რა სიმძიმედ All toxins inflict their damage on the body by the degree to which they result oxidation of important. და აგრეთვე აქ, რა ვიცი, აქ რაღაც ესე აქ დაყოფილებით, ან მნიშვნელოვანი ბიომოლეკულები და ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიომოლეკულები და რა დოზით მიმდინარეობს დაზიანება, რა დოზით მიმდინარეობს ოქსიდაციური სტრესი. როცა ეს ბიომოლეკულები არის აი განსაკუთრებულად კრიტიკული სასიცოცხლო მნიშვნელობის უჯრედები are immediately critical to the vital metabolism of cells. როცა ეს ბიომოლეკულები არის, ანუ განსაკუთრებით კრიტიკული უჯრედების მეტაბოლიზმისთვის. მაგალითად, ტოქსინი, როგორც ციანიდი, can kill quickly, კლავს სწრაფად. და როცა ბიომოლეკულები ნაკლები ფიზიოლოგიური მნიშვნელობის არის მიზანში აყვანილი ამ ოქსიდაციური სტრესის, შეიძლება იყოს ნაკლებად mild, light სიმპტომატიკა შეიძლება ჩაიაროს.
და განვითარდეს დროის ხანგრძლივობაში ნელ-ნელა. მერე საუბრობს უკვე კეროვანი ანთებით პროცესების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით ფოკალური ინფექციები, პირის ღრუს ინფექციები, ხო? ისეთ გარემოში, რომელიც არის ჟანგბადის ნაკლებობაში, deprived, მოკლებული ჟანგბადს, ანუ როგორც კბილია თვითონ, კბილი ხო მოკლებულია ჟანგბადს. შიდა პულპა და იქ რაც მიმდინარეობს პროცესები და მახსოვს ადარებს ბუტულიზმს, ან დახურულ ქილას, კონსერვეს. და ხას უსვამს თვითონ ბუტულიზმი ჟანგბადის არეში, როცა მიეწოდება ჟანგბადი, უნებელია, მაგრამ როგორც კი თავს იჩენს დახურულ სივრცეში, უჟანგბადო სივრცეში, მან იწყება უკვე პროცესები, რომელიც შემდეგ ძალიან განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანისთვის, ხო? ლოკალური ეს მიკროგარემო, როგორც არის ეს ინფიცირებული კბილი, რომელიც ჩაკეტილია თავის ლოკალურ მიკროგარემოში. და რადგან ეს კეროვანი ინფექციები რჩება ესე გადაუჭრელ მდგომარეობაში, ხო? ის გამუდმებით გამოიმუშავებს ტოქსინებს. და მზარდ ოქსიდაციურ სტრესს იწვევს ორგანიზმში. მეტი ბიომოლეკულები ხდება ოქსიდირებული და რჩება ოქსიდირებული. შემდეგ აღნიშნავს, რომ ყველა ქრონიკულ დაავადებას გააჩნია მზარდი ოქსიდაციური სტრესი. ამ ინფიცირებულ უჯრედებში. და ონკოლოგიურ პაციენტებთან ეს უჯრედები, ანუ cancer cells, ონკოლოგიურ უჯრედებს საერთოდ უფრო მეტი მზარდი სტრესი აქვს. ეს ინტრა უჯრედშიდა ოქსიდაციური სტრესი, ვიდრე არა აფთვისებიან უჯრედებს. წყაროებზე საუბრობს, მერე თვითონ ტოქსინების შეიძლება იყოს წყალი, საკვები, ჰაერი. მერე დანამატები, ამაზე ხაზგასმით აქვს, კალციუმი, რკინა და სპილენძი. მხოლოდ იმ შემთხვევაში რკინის მიღება, როცა ანემიაა, ისიც კონტროლი ანალიზების. მერე საკვები, რომელიც გამდიდრებული არის ხშირად რკინით. Pathogens in infections or areas of pathogen overgrowth are the greatest source of patient. პათოგენები ინფეცირებულ არეებში და პათოგენების ჭარბი ზრდა არის
დიდი წყარო მძლავრი ტოქსინების და მზარდი ოქსიდაციური სტრესის სხეულში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკალური კეროვანი ინფექციები იწვევენ უმეტეს ქრონიკულ დაავადებას. როგორც არის გულის დაავადებები, ონკოლოგია, ეს არის ინფიცირებული კბილები. The most important focal infection that causes them, რომელიც იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკალური ინფექციები, რომელიც იწვევს უმეტესობა ქრონიკულ დაავადებებს, არის ინფიცირებული კბილები, ინფიცირებული ღრძილები, ინფიცირებული ძვლოვანი სისტემა, რომელიც ამაგრებს კბილებს და ქსოვილი, ყბასახის კავიტაციები, ინფიცირებული დენტალური იმპლანტები, ინფიცირებული ტონსილები, ინფიცირებული სინუსები და აგრეთვე რბილი ქსოვილი, ინფიცირებული რბილი ქსოვილი თავისა და კისრის არეში. მერე ნაკლებად მნიშვნელოვანი კერები დანარჩენ სხეულში, რომელიც შესაძლებელია რომ იქნას დიაგნოზი დასმული, როცა პირველ რიგში გამორიცხულია პირის ღრუს ინფიცირებული ინფიცირება. The negative systematic impact of focal infection can be lessened. და მერე უკვე საუბრობს აქ ჰორმონებზე. რადგან ორგანიზმი, მათი დაბალანსება, ჰორმონალური დონის დაბალანსება იწვევს ორგანიზმში ამ ინფექციებთან ბრძოლას და კონტროლს, სისტემური ზემოქმედების შემცირებას დიდწილად. და შემდეგ ჰორმონებზე საუბრობს, ტესტოსტერონი, მამაკაცების ესტროგენი ქალებისთვის, მათი ჩანაცვლებითი თერაპია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნორმაზე დაბლაა ჩასული, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ისევ ნორმაში დაბრუნების მიზნით. ბიოიდენტიკური ჰორმონის ჩანაცვლება არის რეკომენდირებული. და შემდეგ უკვე მოდის ეს ტიროიდი, ფარისებური ჯირკვლის თემა, რომელიც ჩვენ გავიარეთ.